სად მიდის ჩვენი ემოციები, როცა ვბრაზდებით, გვიყვარს ან გვეშინია. ისინი ჰაერში არ ქრებიან. სინამდვილეში ჩვენს ფიზიკურ სხეულს გარს აკრავს მეორე უხილავი გარსი. ეს არის ასტრალური სხეული, ჩვენი ემოციური ენერგიის ცენტრი. ის მუდმივად მოძრაობაშია. იცვლის ფერს და ფორმირდება იმის მიხედვით, თუ რას ვგრძნობთ. თუ ასტრალურ სხეულში წლობით ნეგატივი გროვდება, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება ფიზიკურ სხეულზე და იწვევს კონკრეტულ დაავადებებს. როცა ნეგატიური ენერგია სხეულის რომელიმე ნაწილში იჭედება, იქ ფაქტობრივად წყდება სასიცოცხლო ძალის მიწოდება. ორგანოები განიცდიან სტრესს, უჯრედები ზიანდება და დროთა განმავლობაში სხეული ფიზიკურად ავადდება. მექანიზმი კი ასეთია. ჩვენი ხუთი ფიზიკური შეგრძნებით, თვალით, ყურით, შეხებით, ჩვენ მხოლოდ ვიღებთ ინფორმაციას გარე სამყაროდან. ფიზიკური სხეული ამას მხოლოდ აფიქსირებს, მაგრამ როგორც კი რეაქცია გვიჩნდება, ასტრალური სხეული ერთვება. ის მომენტალურად იწყებს ამ გრძნობების ტრანსფორმაციას. ასტრალური სხეული არის ერთგვარი ფილტრი და სარკე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ გრძნობებს და მათ ჩვენსავე რეალურ მდგომარეობად აქცევს. ყველაფერს წყვეტს ის ემოციური ტალღა, რასაც ვატარებთ. როცა ჩვენში წამიერი ბრაზი, შიში გამოიხატება, ასტრალურ სხეულში ეს მძიმე, მკვრივი და მუქ ენერგეტიკურ ტალღად იქცევა. ხოლო როცა სიყვარულის, სიხარულის და სიმშვიდეს განვიცდით, ჩვენი გარსი მომენტალურად ფართოვდება, ნათდება და მსუბუქ მაღალ ვიბრაციად ტრანსფორმირდება. რაც უფრო მეტად მართავთ ემოციებს და უარს ვამბობთ ნეგატივზე, მით უფრო სუფთა ხდება ჩვენი ასტრალური სხეული. რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, ზუსტად ამ ყველაფრის მკურნალობაში მდგომარეობს ჩემი როლი. როგორც მკურნალის, მე მაქვს პირდაპირი კავშირი ასტრალურ იმ ენერგიებთან, რაც ასტრალიდან მეძლევა და ზუსტად ამ ენერგიებით მოქმედებ დაზიანებულ ფიზიკურ ორგანოებზე. ეს ენერგია ჩადის პირდაპირ უჯრედულ დონეზე, სადაც დაავადებაა წარმოქმნილი. რა დროსაც ვშლი იმ ენერგეტიკულ ბლოკებს, რომლებმაც ორგანოების დაზიანება გამოიწვია და უშუალოდ ამ ენერგიებით ვკურნავ მათ. სწორედ ამ მიზანმიმართული ზემოქმედების შედეგად ხდება სხეულის გამოჯანმრთელება. როცა ორგანოები თავისუფლდება ბლოკებისაგან, ადამიანის სხეულში ყველაფერი სწორდება,